სამთავრობო საათთან დაკავშირებით პარლამენტში შეფასებები უკვე გაკეთდა. პრემიერის მოხსენებაში წარმოდგენილ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების 10 პუნქტიან გეგმას ოპოზიცია ზოგად საუბარს უწოდებს. უცირესობის განცხადებით მოხსენებას კონკრეტულად გააკლდა და ასევე არაფერია ნათქვამი მცირე ბიზნესის განვითარებაზე. ოპოზიციის მოსაზრებას უმრავლესობა არ ეთანხმება. მათი განცხადებით მთავრობა ქვეყნის განვითარების რეალური და კონკრეტული გეგმა წარმოადგინა, პასუხი გასცა ყველა პრობლემატურ კითხვას. Ვერ დავინახეთ მთავრობის სისტემური მიდგომა. ჩვენ ახალი ვერაფერი ვერ გავიგეთ, გარდა 10 ლარიანი პენსიების მატების და 20-30 ლარიანი ვაუჩერების დარიგების. სიტყვა გეგმა შინაარსობრივად ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ახლავს ხოლმე თან. როცა ვიტყვი რომ რაღაცას ვაპირებთ, უნდა ვთქვათ, როდის დამთავრდება ამის კეთება, რა შედეგს ველით და რა ვითარება უნდა მივიღოთ მისი დამთავრების შემდეგ. ჩვენ დღეს მოვისმინეთ ზოგადი საუბარი ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგია წარმოდგენილი, ეს არის 10 ძირითადი მიმართულება ქვეყნის ეკონომიკის, ქვეყნის განვითარების 10 ძირითადი მიმართულება და პრემიერ-მინისტრი ამოწურავად ისაუბრა ამ საკითხებზე. ეს შეეხება ენერგეტიკას, შეეხება სოფლის მეურნეობას, შეეხება ინფრასტრუქტურის განვითარებას, შეეხება ტურიზმის განვითარებას. ეს არის ყველა ის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. მთავარი მიზნები არის ის 10 პუნქტი, რომელიც პრემიერმა წარმოადგინა, დაწყებული მაკროეკონომიკური სტაბილურობით და დამთავრებული განათლებით, ჯანდაცვითი სხვა საკითხებით. პრემიერი იყო აბსოლუტურად ამომრჩეველი, აბსოლუტურად კონკრეტული, აბსოლუტურად საქმიანი. და მე ვერ ხვდები ხა თუ ვიღაცამ რომელიღაც ჩვენი პოლიტიკურმა ოპონენტმა ვერ დაინახა კონკრეტიკა და ვერ დაინახა სწორი ხედვა ქვეყნის განვითარების და ვერ დაინახა ქვეყნის განვითარების აუცილებელ საკითხებზე აბსოლუტურად კონცეპტუალურად გამართული და სწორი მსჯელობა, ავით გაგრძელდება დებატები და ერთმანეთს ალბათ კიდე დაუზუსტებთ შეკითხვებს.